გადაეშვით გრძნობების მორევში სინაზის ძალა სიამოვნების განცდა დაუვიწყარი ემოცია სარეცხი ფხვნილი ლაქა ანტიალერგიული მოქმედებით სარეკლამო ბლოკის ყურებისას მიუხედავად იმისა მოგწონთ თუ არა ის თანდათან უფრო ეჩვევით და ყოველდღიურ ყოფაში იყენებთ იქ მოსმენილ სიტყვებს რეკლამა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ის ყველგანაა რეკლამას აქვს თავისი წარმოშობისა და განვითარების საინტერესო ისტორია სიტყვა რეკლამა ლათინურია და ნიშნავს წამოძახილს. მისი ისტორია უძველესი დროიდან იწყება. რეკლამას ჯერ კიდევ მონათმფლობელურ ბაზარზე იყენებდნენ. როდესაც მონას ყიდნენ, ისმოდა ფრაზები: მას კარგად ესმის, ხედავს, ძლიერია და ასე შემდეგ. სოფლიოში პირველი გაზეთი, რომელშიც სარეკლამო განცხადებები გამოჩნდა, რომაული ხელით ნაწერი გაზეთი ყოველდღიური ამბები იყო. სარეკლამო განცხადებების ფორმა და სტილი საუკუნეების განმავლობაში დაიხვეწა და შეიცვალა. მოგვიანებით კი რეკლამირების ფორმის დახვეწას ხელი შეუწყო ბეჭდვის საყოველთაო გავრცელებამ, კერძოდ გაზეთების მასობრივმა გამოცემამ. ქართული ბეჭდური რეკლამის ისტორია 1916 წელს იწყება გაზეთში „გუთნის დედა“. გაზეთის პირველ გვერდზე გამოსახული იყო გასაყიდად დარეკლამებული ფლამანდრული ძროხა. მე-20 საუკუნეში რეკლამის ფორმები ვითარდება და იგი გვხვდება ქუჩის ბილბორდებზე, პლაკატებზე, რადიოსა და ტელევიზიაში. როგორ იღებენ 21 საუკუნეში რეკლამას? ჩამოვიდა საფრანგეთიდან პროდაქშენის კომპანია HK Corp-ი, რომლებიც იღებენ დუბაისთვის Marlboro-ს რეკლამას, ოღონდ არა სატელევიზიოს და GDS Production-თან ერთად ორივე პროდაქშენი, ფრანგული და ქართული ერთად აკეთებთ ამ რეკლამას. Years ago now we met Bera because we worked together for a music video. ორნახევარი წლის წინ ჩვენ ბერას კლიპის გადაღებაზე შევხვდით. მან საქართველოს შესახებ გვიამბო და ჩვენ ძალიან დავინტერესდით თქვენი ქვეყნით და გადავწყვიტეთ სერიოზული პროექტების განხორციელება. Working together and that's why we bring this project here in Georgia. The whole process for commercial production is კომერციული რეკლამის შექმნის პროცესი იწყება იდეიდან. როგორც კი ზოგად არსზე შევთანხმდებით, თანმიმდევრულად ვაწყობთ იდეებს. შეიძლება იყოს 6, 7, 8 ან თუნდაც 15 იდეა. ამის შემდეგ ვკრავთ სიუჟეტს და ვწერთ სცენარს. ვთანხმდებით, როგორი გამოვა ბოლო ვარიანტი. მომდევნო ნაბიჯია კასტინგი, ლოკაცია, სტუდია. ამ ყველაფერს სააგენტოს და კლიენტს ვუთანხმებთ. რის შემდეგაც იწყება გადაღება. გადაღების შემდეგ პოსტ-პროდაქშენი მიმდინარეობს. GDS Production-ი 2014 წელს გეგმავს ძალიან სერიოზულ წინსვლას, ასე ვთქვათ, პროდაქშენში. ურთიერთობები დავიწყეთ საერთაშორისო პროდაქშენ კომპანიებთან, რომელთაც აქვს სურვილი, რომ GDS-თან ერთად შექმნან საერთო კომპანია, რომელიც იმუშავებს როგორც ამიერკავკასიაში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ეხლა როგორც ხედავთ, მიმდინარეობს გადაღება. შემდეგ უკვე ამ მასალას დავიღებ სტუდიაში, სამონტაჟში, არჩევენ დუბლებს, მიცემთ გრაფიკოსების ჯგუფს და დაიწყებენ გრაფიკის კეთებას. მწვანე ფონზე გადაღებისა და გრაფიკოსების დატვირთული მუშაობის შედეგად ასეთ პროდუქტს ვიღებთ.
Good.